მოდის 14 თებერვალი და ყველას გვინდა რომ შევხვდეთ ამ დღეს ჩვენს სასურველ პარტნიორებთან ერთად აღვნიშნოთ ეს დღე, თუმცა რა თქმა უნდა ყოველი დღე არის სიყვარულის და ბედნიერების, მაგრამ რადგანაც გვაქვს გარკვეული დაწესებული თარიღები და ამას უკვე აქვს თავისი ენერგეტიკული დანიშნულება, მიცემული და მიმართულება, მოდით დღეს დავამუშაოთ ჩვენი და პარტნიორთან ურთიერთდამოკიდებულების თემა, გავაკეთოთ ალგორითმი და ამ ალგორითმში ჩავრთოთ ჩვენთვის სასურველი მომენტები, რაც გვინდა რომ გქონდეს პარტნიორთან. თუმცა გავითვალისწინოთ ისიც, რომ აქ ურთიერთობაში ზოგადად არ არსებობს მხოლოდ მიცემა და მხოლოდ აღება, უпростоრეთ ისე რომ არაფერი გასცე თავად, ეს გვეხება როგორც ჩვენ, ასევე ჩვენს პარტნიორსაც, როდესაც ბალანსი არის დარღვეული და ერთი მხოლოდ გასცემს, მეორე მხოლოდ იღებს, ის ურთიერთობა განწირულია იმისთვის, რომ საბოლოოდ დაიშლება. არ არსებობს, რომ მუდმივად აძლევდე ვიღაცას შენს ენერგიას, ყურადღებას, საჩუქრებს და იქიდან არაფერს იღებდე, ხო? ანუ თავდაპირველად ამას შეიძლება დაგაკმაყოფილოს იმ დონეზე, რომ ამ ადამიანთან ყოფნა მინდა მის გვერდზე და მას ვუყურო და რაღაცა ეს და მერე ნელ-ნელა, რა თქმა უნდა, ეს ეიფორია გაივლის, როდესაც მის გვერდზე დიდხანს დარჩებით და ინახავთ, რომ თქვენთვის არაფერს აკეთებს ეს ადამიანი, ყოველთვის ჩდება დაუკმაყოფილებლობის გრძნობა და გასვლა ურთიერთობიდან, რაც ლოგიკურია. იგივე მაგალითად, როდესაც თქვენ გყავთ პარტნიორი და გსურთ, რომ მან გაჩუქოთ სიყვარული, ბედნიერება, სიხარული, იყოს აქტიური, იყოს თქვენს გვერდით და ასევე უნდა დააფასოთ ეს და თქვენც აუცილებლად სამაგიეროდ უნდა მისცეთ მას ენერგიაც, სიყვარულიც და ასე შემდეგ. ანუ არ უნდა ვისარგებლოთ სხვა ადამიანის სიყვარულით და უნდა ვიყოთ ჩვენც გამცემი. აქ საუბარია იმასეც, თუ რამდენად ვართ ჩვენ მზად, აი თქვათ, ეხლა არ არის ვიღაცის ცხოვრებაში პარტნიორი და გინდათ მოიზიდოთ, უნდა გააცნობიეროთ, რამდენად ხართ მზად იმისთვის, რომ თქვენს ცხოვრებაში შემოვა ადამიანი, რომელსაც დასჭირდება თქვენი ყურადღება და სიყვარული და ეს პროცესი არის მუდმივი და სისტემატიური ურთიერთობაში. მაშასე ჩამოყალიბდით თემასთან დაკავშირებით, რა გინდათ რომ იყოს თქვენს ურთიერთობაში, თუ უკვე გაქვთ, თუ არ გაქვთ ჯერ ურთიერთობა, მაშინ დაწერეთ როგორი პარტნიორი გსურთ რომ იყოს თქვენთან, თემის სათაურს ვაკეთებთ ერთ სიტყვაში და აქ შეგვიძლია დავწეროთ როგორც პარტნიორი, როგორც სიყვარული, როგორც ურთიერთობა, როგორც ჰარმონია, ასევე რომელიმე ერთ სიტყვამდე ჩამოიყვანეთ თქვენი, თქვათ, მოთხოვნები, რაც გაქვთ, ხო? სურვილები, მოდი ესე დავარქვათ, რომ ცოტა შევამსუბუქოთ მოთხოვნა სიტყვა და ჩაწერეთ ეს ერთ სიტყვაში. თუ გინდა დაარქვით სიყვარულის დღე და გააკეთეთ ალგორითმი კონკრეტულად ამ დღეს, რომ მოვიდეს თქვენთან იდეალური პარტნიორი, რომ მოხდეს აქ იდეალური დღის გატარება, ერთად სადღაც წახვიდეთ, აი როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ეს იყოს, მოდით ამაზეც შეგიძლიათ გააკეთოთ ეს ალგორითმი. დავწერთ პირველ რიგში თემის სათაურს. შეხვედრა შეგიძლიათ დააწეროთ და მერე უკვე 2 წუთის მანძილზე ვწერთ 22 სიტყვას დაახლოებით 20-დან 22 სიტყვამდე და ამით ვახდენთ აქტივაციას. ესე იგი, თემის აქტივაციის დროს 22 სიტყვას რო ვწერთ ამ 2 წუთში, ხო? აქ თქვენ არ უნდა იფიქროთ იმაზე, რომ მაინდა-მაინც დადებითი სიტყვები უნდა წეროთ, აქ ყველანაირი სიტყვა, რაც წამოვა, თქვათ, რაღაცა პრეტენზია იქნება, რაღაცა, რასაც ვერ გიგებთ პარტნიორი, რაც გინდა რომ გამოსწორდეს, ეს ყველაფერი დაწერეთ აქ, იმიტომ რომ ამის დამუშავებას მოვახდენთ ახლა ჩვენს ალგორითმში. მაშასე დავწერეთ უკვე თემა და გადავდივართ ხატვის პროცესზე, ალგორითმის ხატვის პროცესზე. ყველაზე მარტივი გზა, რომ ეს ჩვენი ალგორითმი სწრაფად განხორციელდეს და შესრულდეს, არის ის, რომ გავაკეთოთ დროის ხაზი და მოცემულ დროის ხაზზე გავაკეთოთ აღნიშნა, რომ აი ამ პერიოდიდან ამ პერიოდამდე მინდა რომ ეს სიტუაცია გამოსწორდეს, ხო?
ამიტომ მოდით გავავლოთ დროის ხაზი მარცხენა ქვედა კუთხიდან მარჯვენა ზედა კუთხის მიმართულებით. და აღნიშნა გავაკეთოთ თქვათ სიტუაცია რაც არის ახლა ამ დროს რომელშიც ვიმყოფებით, შეგიძლიათ თარიღიც მიაწეროთ და აი ამ წრეში გულისხმებით თქვენს და თქვენი პარტნიორიც ორივე და აქ გავაკეთოთ სიტუაცია რომელთანაც მინდა რომ მივიდე, რა მინდა რომ იყოს თქვათ ჩემსა და ჩემს პარტნიორს შორის ურთიერთობაში და ეხლა ნახეთ რას ვაკეთებთ. აქ ამ წერტილში უკვე ვიცი რაც ხდება ხომ? ვიცი რა როგორ არის პარტნიორთან, როგორი კავშირი გვაქვს, რაღაცა თქვათ შეიძლება გამოსასწორებელია, რაღაცა დასამუშავებელია, ეს უკვე ჩემთვის ცნობილია, ხო? ამიტომ აქ არაფერს არ ვდებთ ხაზების მეშვეობით, ხოლო აი აქ უკვე ამ წერტილში ხაზების მეშვეობით, ნეიროგრაფიული ხაზების მეშვეობით ვდებთ იმ აზრს, რაც გვინდა რომ იყოს ჩვენსა და ჩვენს პარტნიორს შორის, ხო? თქვათ ეს ერთი ხაზი შეიძლება იყოს ურთიერთგაგება, მეორე ხაზი შეიძლება იყოს სიყვარული. მესამე ხაზი შეიძლება იყოს კიდევ ზრუნვა, საყრდენი, ძლიერი. კიდევ რას ჩადებთ აქ, აი თქვენ დაფიქრდით, აი აქ ჩახედეთ, რაც ამოგივიდა თქვა სიტყვები, ხო? შეგიძლიათ პატარ-პატარა ხაზებად ეს აქ ჩაწეროთ, ჩახატოთ. საჩუქრები, კომპლიმენტები, მოგზაურობა მასთან ერთად, საერთო ინტერესები და ასე შემდეგ, ხო? და მერე უკვე დაიწყეთ ამის დამუშავება. ასე დავამუშავებთ. ესე იგი შედეგის წრე თავისი ჩანართებით უკვე მზად გვაქვს და რადგანაც აქ ჩვენ გვაქვს დროის აღნიშნული ხაზი და გავიაროთ გარკვეული გზა რომ აქამდე მივიდეთ, მოდით დავამატოთ თქვათ წრეების სახით ის რაც დაგვჭირდება ამ ეტაპზე, აი ამ მიმართულებით სვლის დროს. ეს შეიძლება იყოს მეტი კავშირი თქვენს პარტნიორთან, მეტი ურთიერთობა. ცოტა მარკერი გვითარდება. გაგვიშრა მარკერი ბევრი ხატვით. ესე იგი ეს არის მეტი ურთიერთობა პარტნიორთან და მეტი შეხება მასთან, მეტი საუბარი, ხო? მეტი საუბარი მოიტანს, რა თქმა უნდა, მეტ გაცნობიერებას თქვათ, რა სჭირდება მას, რა გჭირდებათ თქვენ ამ ურთიერთობაში, იმიტომ რომ ეს არის ინდივიდუალური. კიდევ რა დაგჭირდებათ, აი აქ თქვენ დაფიქრდით, რა რესურსები შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ იმისთვის, რომ მიაღწიოთ აი ამ ჰარმონიას პარტნიორთან კავშირში, ხო? აი ამ ურთიერთობაში სწორედ ეს მოიაზრება, რომ თქვენ აუხსნით რა უფრო მეტად გჭირდებათ. ჰარმონიული პარტნიორული ურთიერთობა ყოველთვის არის დიალოგი და მოსმენის კულტურა, რომ გაიგო კარგად, რა უნდა მას და იყოს არა მხოლოდ ის რა გინდა შენ, რა უნდა მას. თუ ეს არ ემთხვევა თქვენს წარმოდგენას და წარმოსახვას, მაშინ უნდა იმუშაოთ იმაზე, რამდენად შეგიძლიათ რომ მიიღოთ ეს ყველაფერი საკუთარ თავში, რამდენად მისაღებია ძალდატანება, რა თქმა უნდა, არ ვახდენთ და არ ვაკეთებთ მორგებას სხვის პოზიციებზე
გარკვეულწილად უნდა გაანალიზოთ, რამდენად არის ეს თქვენთვის ყველაფერი მისაღები, რამდენად შეგიძლიათ, რომ ეს აიღოთ თქვენს თავზე, ხო? ეს ცვლილება, ხო, რაც დაგჭირდებათ ამ კავშირში. აქ შესაძლებელია იყოს რესურსი გამოყენებული როგორც სექსი მაგალითად, იმიტომ რომ ეს არის ძალიან ძლიერი мотиваციური რესურსი ურთიერთობაში. ჯანსაღი კარგი ენერგიული სექსი გამოვხატოთ სამკუთხედის მეშვეობით და პირდაპირ წითელი ფერი ავიღოთ ამისთვის. ასე და მაშინაც ვუკეთებთ ნეიროგრაფირებას ამ ჩვენს სამკუთხედს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რესურსია, გავააქტიუროთ ესეც აქ და კიდევ რა რესურსი შეიძლება ჩაიდოს აქ? სტაბილურობა. სტაბილურობა შეგვიძლია ჩავდოთ და მოდით სტაბილურობა აღნიშნოთ ლურჯი ფერით ამ შემთხვევაში, რომ ეს ყველაფერი იყოს სტაბილური ამ კავშირში. მოვიზიდოთ კიდევ აქ ამ ურთიერთობაში რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ შენი პარტნიორი შენზე ზრუნავდეს, რა უნდა დაანახო მას შენი მხრიდან. საჭიროება, ხო? მისი ყურადღების საჭიროება. ხონდეს უნდა გაკეთდეს მსუბუქად სიხარულში. მოდით ასე გავაკეთეთ, რომ თქვენ გიხარიათ მასთან ერთად ყოფნა და დავამატოთ სიხარულის და ბედნიერების წრე, ანუ რასაც იღებთ ამ ადამიანთან ურთიერთობით. აი ასე და რადგან ეს ეხება სიყვარულს და სიყვარულის დღესთან გვაქვს ახლა ასოციაცია და ამიტომ ვაკეთებთ ამ ალგორითმს, მოდით ჩავხატოთ სიყვარულის სიმბოლოც გული აქ და დავიწყოთ მე უკვე ხაზების სივრცული ხაზების გავლება. ახლა უკვე შეგვიძლია გავავლოთ სივრცული ხაზები და შემდეგ დავამუშავოთ ეს ყველაფერი. გადავდივართ ახლა ფერის შემოტანაზე და პირველი რაც მინდა რომ ფერით გამოვყო, ეს არის გული, სიყვარულის სიმბოლო, რომელიც აქ დავხატე, თუმცა თქვენ შეგიძლიათ, რა თქმა უნდა, რომ საერთოდ სხვა ფერები გააკეთოთ და სხვა ფერები შემოიტანოთ აქ. ეს არის თქვენს სურვილზე და შეგრძნებებზე დამოკიდებული. უბრალოდ დავიცვათ მთავარი პრინციპი ის, რომ ორზე ნაკლებ უჯრედს არ ვაფერადებთ ერთი ფერით, ანუ გვერდიგვერდ უჯრედი უნდა იყოს ერთი ფერით დაფარული. ხო, გადავდივართ ფიქსაციის ფიგურაზე, ანუ შემოგვაქვს ძლიერი ენერგეტიკული სამყაროსეული ხაზი და დავსვათ ეს დროის ხაზზე, რომ გაგვიძლიეროს ჩვენი განზრახვის სწრაფი და მსუბუქი განხორციელება და შეგვიძლია ახლა ფიქსაციის ფიგურაც ავარჩიოთ და ჩემთვის ეს იქნება, რადგანაც სიყვარულის დღეს ვაკავშირებთ ჩვენ ამას, ეს იყოს ჩვენი გული, მოვამგვალოთ გადაკვეთის ადგილები და ჩვენი სასიყვარულო ნეიროგრაფიკაც მზად არის. გისურვებთ დიდ, ბედნიერ, ლამაზ, ჰარმონიულ სიყვარულს.